გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს კიდე ერთი დიდი ეროვნული ღალატის შესახებ გაირკვა. პირდაპირ თქვეს ამ ეგრეთ წოდებული პრემიერი კობახიძის პირით, რომ აპირებენ სამთავრობო დაწესებულების, პრაქტიკულად ყველა სამთავრობო დაწესებულების, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა მერია, თბილისის მერიის შენობების, ანუ ყველა ცენტრში განლაგებული უძვირფასესი შენობა ნაგებობების გაყიდვას და სამთავრობო ახალი ქალაქის აშენებას არსენალის მთაზე ერთ დიდ შენობაში. რა უნდა იფიქრო ხლა ამაზე? ეს არ არის მთავრობის ოპტიმიზაციის რაღაც გეგმა, რაღაც ეფექტური მმართველობის პირობებში. ეს არის უბრალოდ საქართველოს, როგორც იტყვიან, დახლიდან გაყიდვა. და მარტივად აგიხსნით, პარალელურად თქვენ გაავრცელეთ, გააზიარეთ ეს ვიდეო და გააგებინეთ ხალხს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საბოლოოდ გაყიდოს საქართველოს არაბებზე. დიახ, სწორედ არაბებზე, იმიტომ რომ ეს სამთავრობო უზარმაზარი კომპლექსები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის კანცელარია, ხო წარმოგიდგენიათ, ამას ახლა რომელიმე, ევროპელი ცივილიზებული ინვესტორი არ ჩადებს ამაში ფულს, ხო მით უმეტეს იმ ადამიანთან და იმ ბანდასთან, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღით გამოყენებაზეა ბრალდებული უკვე. ამასაც მოგახსენებთ. რამდენიმე დღეში ევროპარლამენტში მიიღება რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის ბანდის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივად დაწამლის, ქიმიური იარაღით მასობრივად დაწამლის შესახებ. ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც მოთხოვნილი იქნება ბიძინა ივანიშვილის ბანდის, რუსული ბანდის მიერ 10,000-ობით დემონსტრანტების მასობრივად ქიმიური იარაღით დაწამლის გამოძიების, საერთაშორისო გამოძიების შესახებ. იგივე განაცხადა 2 დღის წინ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ანუ ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იმ ბრიტანეთისა, რომელსაც კობახიძემ გამწარებულმა ისტერიკაში მყოფმა პათოლოგმა შიზოიდმა უწოდა ღირსება აყრილი ქვეყანა. კობახიძემ ბრიტანეთს ღირსება აყრილი ქვეყანა უწოდა იმის გამო, რომ ბრიტანულმა BBC-მ გამოიძია ამ ბანდის, ფაშისტური ბანდის დანაშაული საქართველოს მოქალაქეების მასობრივად დაწამლის შესახებ ქიმიური იარაღით. დაუბრუნეთ იმ შენობებს. ბორია ივანაშვილი ყიდის, კობახიძემ თქვეს პირადად, ეს შენობები უნდა გავყიდოთ, რომ მე ავაშენოთ ახალი უკეთესი და ეფექტური შენობები სამთავრობო დაწესებულებებისთვისო. დღეს მოხდა ეს ამბავი. და მარტივად გეტყვით ახლა, ხო? არაბები იყიდიან ამას. ბიძინა და არაბები, კომპანიონები ერთია, ხო? მოგეხსენებათ, თავარი არაბიზატორი საქართველოსი, არაბული ქალაქის ამშენებელი ბორია ივანიშვილია, რომელიც როგორც კომპანიებში არის გაკოტრების მენეჯერი რო ქვიათ, იცით ალბათ ეს პროცედურა, კომპანია რო კოტრდება, იქ მიავლენ გაკოტრების მენეჯერს, რომელიც უკანასკნელ, ლურსმნამდე ყიდის ამ კომპანიას. აი ესეთი გაყიდვების უკაცრავად გაკოტრების მენეჯერი არის ბორია ივანაშვილი, კრემლის დივერსანტი, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. პირდაპირ ვიტყვი რა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიული პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიას კაბინეტში მოაწყობს არაბულ ბორდელს. არაფერი გადამეტება და უტრირება აქ არ არის, იცით ახლა ეს აშენდება აქ რაღაც უпроцოდ განლაგდება ამ პარლამენტის ისტორიულ შენობაში. არაბული სასტუმრო, კაზინო, ბორდელი, ხო? აი იმ შენობაში, სადაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ახლა ისტორიული შენობა როა ეს და თვალისჩინივით კულტურული მემკვიდრეობა, ხო, ბოლოს და ბოლოს, ხო? საქართველოს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში მთავარი შენობა.
და აი აქ ზვიად გამსახურდიას კაბინეტში გაიმართება არაბული ბორდელი ბორია ივანიშვილის მიერ. საქართველოს დამოუკიდებლობა რუსი საბჭოთა ბორია ივანიშვილისთვის უпроцოდ გვარდაგადაკეთებულისთვის გახოტილ შაურიანს რო არ წარმოადგენს, მე მგონი ახლა დეგენერატის გარდა ყველა მიხვდა, ხო? აი საქართველოს დამოუკიდებლობა მისთვის არის არაბული ბორდელის ტოლფასი. მეტი რაღა უნდა დააჯოს თავზე საქართველოს და ქართველ ხალხს ბორია ივანიშვილმა, როცა საქართველოს ისტორიულ შენობაში აწყობს არაბულ ბორდელს ზვიად გამსახურდიას კაბინეტში, ზვიად გამსახურდიას ტრიბუნაზე. ბოზები ივლიან არაბი შეიხების მოსამსახურებლად. რატომ არ იღვიძებ ქართველები რომ ამაზე მეტი რა კონცეფს ახლა რო უთხრა რამე რა მნიშვნელობა აქვს ხა პილუტყვი, ნაგავი, ბიომასა, გენეტიკური ის რა ქვია ქაქი. ეს ყველაფერი არის კოცი, ხო? ამასაც არაბული ინვესტიციას დაუძახებს ხა. მე რა ზვიად გამსახურდიას კაბინეტში არაბული ბორდელი იქნება. ბორია ივანიშვილის, რა ვიცი, სახელობისა ალბათ, ხო? მათთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ აბელსეთურის სექტის მონას, რომელიც მამამარჩენალზე ლოცულობს და კაკოია თაბაგარის მიერ დასწავლილ პოლიქრონიონ ჟღერის, ამას რა უნდა მოსთხოვო? პირუტყს რა უნდა მოსთხოვო, რომელ მაღალ მატერიებზე ლაპარაკი და დანარჩენ ქართველობას მინდა მიმართო, ხო? სანამდე უნდა გვეძინოს. კიდე როგორ უნდა დაგვაჯვას თავზე ბორია ივანიშვილმა. კიდე როგორ უნდა გადააქციოს ქვეყანა რუსულ არაბულ ბორდელად. კიდე როგორ უნდა გააუქმოს ქართული სახელმწიფოებრიობა. კიდე როგორ უნდა გააუპატიუროს საქართველოს ეროვნული სული. რომ ვინმე ხმა გაბედოს და ამოიღოს. ყველაფერს ყიდის უკვე. გადასული არის საქართველოს დახლიდან გაყიდვაზე. კუთხეში მიმწვეული ვირთხა. აი ამის თქმა მინდოდა. და ყველამ კარგად გაიგოს ეს რა. გააგებინეთ ხალხს, გაავრცელეთ ეს ვიდეო და თავად განსაჯეთ ახლა ხო. ქართულ სახელმწიფოს აუპატიურებს. ეროვნულ ინსტიტუტებს არაბულ ბორდელად აქცევს. ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას, რა ვიცი. წმინდა სახელებს ეროვნული გმირების ხსოვნას ფეხქვეშ თელავს და აფურთხებს. და ამას ტაშუკრავს მისი ეს გენეტიკური ბიომასა და ნაგავი ქოც-ჯოგი ქალიან კაციანად. რას ვეუბნებით ჩვენ შვილებს? რა პასუხი უნდა გავცეთ მათ? თუ გვინდა მაინდა-მაინც ჩვენ საფლავებთან მოვიდნენ და ჩაგვაფურთხონ. თუ დარჩათ ამის უნარი კიდევ არაბულ ბორდელებში და ბოსლებში გამოკეტილებს ჩვენი მეცადინეობით და, რა ვიცი, ფეხებზე მკიდიაობით და სოროში ვირთხებივით შემძვრალობით. უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ, აგერ დაიწყო ხო ეს პროცესი. ევროპარლამენტი ამდენიმე დღეში ერთ კვირაში გამართავს დებატებს, სადაც მიიღებენ რეზოლუციას ბორია ივანიშვილის ფაშისტური ბანდის მიერ ქართველი ხალხის მასობრივად ქიმიური იარაღით მოწამვლის გამოძიების შესახებ და საერთაშორისო გამოძიება იქნება ეს, ხო, სხვა არ დაავალებენ ისევ. სამარცხვინო 5 დღეში რაღაცა ვითომ გამოიძია. 4 დეკემბერს 2024 წელს აი ესა და ეს ნივთიერებები გამოიყენებაო და გამოიყენეთო აქციების დასაშლელად და ეს ლეგალური ნივთიერებები იყო და ეს აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. და 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე რა ქიმიური იარაღი გამოიყენეს 10,000-ობით დემონსტრანტის წინაშე, ამაზე კრინც არ ძრავენ. თითქოს არც მომხდარა. ახლა ვინ ჭამს მაგას?
28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გამოყენებული ქიმიური იარაღი რატომ არ არის დასახელებული სუსის დასკვნაში? რატომ არის დასახელებული მხოლოდ 4-5 დეკემბერს გამოყენებული? ისეც არავინ არ იცის ახლა ამათმა რა მოიფიქრეს და რა ზღაპრები შეთხზეს იმ ქიმიური იარაღის შესახებ, ხო? ასე რომ საერთაშორისო გამოძიება და პირდაპირ გზავნილი ჭიტლაყით და პანღურით ჰააგის ტრიბუნალისკენ, სადაც გასამართლებით როგორც კაცობრიობის და ჰუმანურობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო და თქვენ შთამომავლობას სამარაჯამოთ შერწყება აღიარონ ვისი შთამომავლები არიან, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ისინი ცნობილები იქნებიან როგორც ქართველი ხალხის ქიმიური იარაღით და მასობრივად ნაწამები ქართველი ხალხის დამწამლავი ჯალათების შთამომავლები. საქართველოში ცხოვრება მათ რო გაუჭირდებათ, ეგ ფაქტია, მაგრამ სადაც სწავლენ, იქაც დამალავენ, ვის შთამომავლები არიან. ჯალათების შთამომავლები. გავრცელეთ ეს კიდე ვიდეო, გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და რა ვიცი, თუ ზვიად გამსახურდიას კაბინეტში არაბული ბორდელის მოწყობაზე ქართველ ხალხს რეაქცია არ ექნება, მაშინ ღირსიც ყოფილან, ხო? ღირსიც ყოფილან ბორიას ბორდელში დასასაქმებლად, დედაბუდიანად. ან ვიბრძოლებთ, ან როგორც საერი და როგორც სახელმწიფო გავნადგურდებით. და საქართველოსგან ხსენებაც აღარ დარჩება. გავრცელეთ ეს ვიდეო, ფარავდეთ უფალი ამ ბრძოლაში, ვისაც